1998 წელს კომპანია BP-მ უამრავი ხელსაყრელი ალტერნატივა უგუაგდო და ნავთობსადენის მარშრუტად ქაოსში მყოფი ჩვენი ქვეყანა არჩია. ბოლო 10 წლის მანძილზე პატარა საქართველოს 7-ჯერ ესტუმრა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ორგანიზაციის ნატოს ხელმძღვანელი. 2008 წელს რუსეთმა მოულოდნელად გადაიფიქრა თბილისზე შტურმი და ოკუპირებული გორი და ფოთიც სასწრაფოდ უკან დააბრუნა. რა საიდუმლოს ინახავს ჩვენი პატარა სახელმწიფო? ესენი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერები არიან. ესენი კი ადამიანები, ვინც ბირთვულ ჩემოდანს დაატარებენ და ლიდერის ახლოს 152 მეტრის რადიუსში იმყოფებიან. ეს კი ვიკილიქსის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებია, რომ ასეთი ადამიანები საქართველოში შეუნიშნავთ. დავიწყოთ ცოტა შორიდან. 1959 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისიდან 14 კილომეტრში მცხეთის რაიონში ააშენა მცირე ატომური სადგური, რომელშიც საბჭოთა მეცნიერები საიდუმლო პირობებში 40 წლის მანძილზე ატომზე მუშაობდნენ. 1990 წელს საბჭოთა ხელისუფლების დასასრულს იმ დროს ობიექტზე არსებული 3 ატომური ქობილიდან 2 რუსეთში გაიტანეს. ერთი კი ამ დრომდე გაუჩინარებულად ითვლება. ჯერათ ვინმეს, რომ ატომური ქობინა შესაძლოა უბრალოდ გაუჩინარდეს. რა თქმა უნდა, არა. 1996 წელს გაუჩინარებიდან 6 წლის შემდეგ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გვერდით Associated Press-ის ფოტოგრაფმა პირველად დააფიქსირა ადამიანი, რომელსაც ხელში შესაძლო ბირთვული ჩემოდანი ეჭირა. არაფერს გაგონებთ? დიახ, ეს სწორედ ანალოგიური ჩემოდანია. ატომური ჩემოდანი 1998 წელს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ამსახველ ცნობილ ფოტოზეც ფიგურირებს. ამ სურათზე პირველ რიგში ყურადღებას პრეზიდენტის ნაიარევი სახე და უჩვეულო მაისური იპყრობს. ამიტომ აქამდე მას ვერავინ ამჩნევდა. ყურადღება მიაქციეთ, საით იხედება დაცვის წევრი. როგორ ფიქრობთ, ამ მომენტში იგი პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავს თუ ჩემოდნის? რა თქმა უნდა, ჩემოდნის. 2003 წელს ედუარდ შევარდნაძემ მშვიდობიანად გადადგა, თუმცა რეზიდენციიდან გამოსულ ახალ ლიდერებს ამ გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული სიხარული საერთოდ არ ეტყობოდათ. რატომ ჰქონდათ ამ ადამიანებს ასეთი შეძრწუნებული სახეები სწორედ იმ მომენტში, როცა კარიერაში ყველაზე ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწიეს? სავარაუდოდ, მათ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, რომ მემკვიდრეობით ბირთვული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ერგოთ. 2010 წელს მიხეილ სააკაშვილი ბირთვულ სამიძე დაბადიჟეს. ასეთ დროს იქ შემთხვევით მოხვედრილი ლიდერი დაბნეულად და უხერხულად უნდა გამოიყურებოდეს. თუმცა სააკაშვილს თავი ძალიან ამაღად უჭირავს. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის დაცვა მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად 2013 წლის 24 აპრილს ორმა უცნობმა ადამიანმა საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეღწევა და უკან უპრობლემოდ გამოსვლა მოახერხა. ამის შემდეგ პრეზიდენტის მახლობლად ადამიანი ჩემოდნით უკვე აღარავის შეუმჩნევია. ჩემოდანი გაქრა. თუმცა ქართული და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციით ჩემოდანს ჩვენი ქვეყნის საზღვრები არ დაუტოვებია. ჩვენი სახელმწიფოს მთავარი სიძლიერე საფრთხის ქვეშაა. ყველა პატრიოტისთვის დადგა მოქმედების დრო. თუ შენ საქართველო გიყვარს, თუ საკუთარი შვილებისთვის ძლიერ სახელმწიფოზე ფიქრობ, იმოქმედე. მიიღე მონაწილეობა ამ საშვილიშვილო საქმეში. გადაუღე სურათი ნებისმიერ ჩემოდნიან მოქალაქეს და მიიტანე იგი პოლიციის განყოფილებაში. დაუბრუნე საქართველოს ძლიერება და გადაარჩინე მომავალი. ქართველთა ხსნის საიდუმლო ორგანიზაცია.